ეს პიზდცია. იქ იყო გაზი, ეს პიზდეცია. ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად ეწურება დრო და ის სასოწარკვეთილად გარბის ჩინეთში, რომ დახმარებას თხოვოს თავის დიდ ძმას სი ძინპინს. ხედავთ, როცა რუსეთის არმია კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის და მძიმედ კარგავს პოზიციებს ფრონტის ხაზზე, ომი კრემლს პირდაპირ სახეში აუფეთქდა. მაგრამ პუტინისთვის ეს არც კი არის ყველაზე ცუდი ამბავი. საბოლოო დამცირება პირდაპირ ეთერში ხდება. ისინი შეშინებულები არიან მასშტაბური უპრეცედენტო დრონების იერიშებით საკუთარ დედაქალაქზე. კრემლის ყველაზე ერთგული პროპაგანდისტებიც კი ახლა ოფიციალურად უპირისპირდებიან რუსეთის მთავრობას. ისინი ღიად პანიკაში არიან და დასცინიან სამხედროების სასოწარკვეთილ ტყუილებს საზოგადოებისთვის, გადოებისთვის. როდესაც მისი იმპერია თვალწინ ინგრევა, კუთხეში მიმწყდეული ვლადიმერ პუტინი ამ წუთებში პეკინში მიიჩქარის, რომ ბოლო წუთს დახმარება ითხოვოს. მოდით ყველაფერს მივყვეთ თავიდან. დავიწყოთ რა თქმა უნდა იმით, რომ რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე უკან იხევენ. უკრაინა ბოლოს და ბოლოს წინ მიიწევს. შეხედეთ თქვენს ეკრანზე არსებულ გრაფიკს. ის საჩვენებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა ამ ომის დაწყების შემდეგ დაიკავა. ყველაფერი რაც ციტლად არის აღნიშნული, ნიშნავს, რომ რუსეთი წინ მიიწევს, ხოლო ყველაფერი რაც ნაცრისფრადაა, ნიშნავს, რომ რუსეთი პოზიციებს კარგავს. ანუ რუსული დანაკარგებია. ბოლოს შემთხვევა, როცა რუსეთი ტერიტორიებს კარგავდა, 2022 წელს იყო, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა მიმდინარეობდა. და წელს ეს ისევ ხდება. რუსეთის ზაფხულის შეტევის შემდეგ, რომაც რეალურად ბევრი ვერაფერი მოახერხა. და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს რეკორდული დანაკარგები აქვს, რუსეთი უკან იხევს. ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 9 მილიონი რუსი ჯარისკაცი მოგდა, ხოლო საერთო დანაკარგები, მათ შორის დაჭრილები, 1,5 მილიონს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ომამდე არსებული მამაკაცების მოსახლეობის დაახლოებით 3% ამ ომში მოგდა ან დაიჭრა. და უკრაინული დრონების ინოვაციების წყალობით წელს უკრაინამ შეძლო ტერიტორიის დაბრუნება. ამ ანალიზის მიხედვით უკრაინამ დაიბრუნა დაახლოებით 189 კვადრატული კილომეტრი. ეს არ არის დიდი დაბრუნება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ყოველ თვე 30,000-დან 40,000-მდე ჯარისკაცის დანაკარგს განიცდის. და მიუხედავად ამისა, ისინი უკან იხევენ. არა ბევრს, მაგრამ მაინც უკან იხევენ, თანაც მძიმე დანაკარგებით. სინამდვილეში სულ გუშინ უკრაინელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაარტყა უკრაინულმა რაკეტამ რუსეთის შეიარაღებული ძალების ახმატის სპეციალური ბატალიონის პოზიციას და მოკლა 60 დამპყრობელი. ერთი დარტყმა, 60 ადამიანი გაქრა. ეს ნამდვილად დიდი დარტყმაა. და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ეხლა რუსული საჰაერო თავდაცვა ფრონტის ხაზზე საკუთარ ვერტმფრენებს აგდებს. ეს არის ამბავი, რომელიც რუსის სამხედრო კორესპონდენტებისგან მოდის, როგორც ეკრანზე ხედავთ. ისინი ცდილობდნენ უკრაინული დრონების ჩამოგდებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საკუთარი ვერტმფრენი დრონში აერიათ. ეს შეცდომა რუსეთს უკვე დაშვებული აქვს წარსულშიც. გახსოვთ 2024 წლის 25 დეკემბერი, როცა რუსეთმა შემთხვევით აზერბაიჯანის სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა? პუტინს ამის გამო დამცირების რიტუალი მოუწია, რომ გამოესწორებინა ეს. მას აზერბაიჯანში წასვლა და აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის კამერების წინ ბოდიშის მოხდა. მოუწია იმ შეცდომების გამო, რასაც რუსეთი უშვებს. ეხლა სამწუხაროდ პუტინი ასე მაღალ შეფასებას არ აძლევს რუსეთის სამხედროებს და რუსეთის მოქალაქეებს, ასე რომ მეეჭვება მათ ბოდიში მოუხადონ ამის გამო. მაგრამ თუ უცხოელი ხარ, არსებობს შანსი რომ ბოდიში მიიღო. გუშინ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოსკოვმა ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გადაიტანა. ის იმდენად მასშტაბური იყო, რომ ქალაქს მას შემდეგ ასეთი რამ მასშტაბით არ უნახავს, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. და რა გონიათ, კრემლის ტელევიზიას ამის გაშუქების უფლება არ მისცეს, რადგან რუსეთში ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ტელევიზორს. ამიტომ პუტინს ეს ინფორმაცია უნდა დაემალა. გაზეთების შემთხვევაში ასე არ არის. რუსეთში გაზეთებს როგორც წესი ტელევიზიაზე ცოტა მეტი თავისუფლება აქვთ. და კიდევ ერთხელ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლიათ ყველაფერი თქვან რაც უნდათ, მაგრამ უფრო მეტად აქვთ მთავრობის კრიტიკის შესაძლებლობა, ვიდრე ტელევიზიის საინფორმაციო არხებს ან თოქ-შოუს არხებს. შეხედეთ, რას წერდნენ გაზეთები იმ მასიური თავდასხმის შემდეგ. დილამშვიდობისა მოსკოვიდან ყველას, დღეს ორშაბათია, 18 მაისი და ამ დილით რუსული გაზეთები განიხილავენ ამ შაბათკვირას უკრაინის მასშტაბურ დრონების თავდასხმას რუსეთზე. რუსეთის მთავრობის გაზეთი როსიისკაია გაზეტა წერს. პირველად რუსულმა საჰაერო თავდაცვამ 24 საათში 1000-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდო. კომერსანტი, რუსეთის რეგიონები უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ. კომსომოლსკაია პრავდას სათაურში საუბარია უკრაინის არმიის თამამ თავდასხმაზე მოსკოვის რეგიონზე. იქ მოსკოვსკი კომსომოლსკის მიხედვით 130-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, იყო დაღუპულები.
გაზეთს აქვს რამდენიმე ფოტო დაზიანებების შესახებ, მაგალითად, მრავალსართულიანი კორპუსი კრასნოგორსკში, მოსკოვის გარეუბანში, რომელსაც დრონი დაეცა. ეს სახლი ნარიოფემინსკის რაიონში. სამხედრო ანალიტიკოსი რეკომენდაციას აძლევს მტრის ტერიტორიაზე, მის ბაზებზე, აეროდრომებზე, სამხედრო წარმოების ობიექტებზე, მათ შორის საზღვარგარეთაც, ასევე გაშვების და შენახვის ადგილებზე დარტყმას. რაც უფრო ზუსტ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ როგორ მიეწოდება დრონები უკრაინას, სად გადმოიტვირთება, ინახება და საიდან ხდება მათი გაშვება, მით უფრო ხშირად შევძლებთ პრევენციული დარტყმების განხორციელებას ამ ადგილებზე და მით უფრო იშვიათად მოხდება დრონები ჩვენს ტერიტორიაზე. დღევანდელი სათაური გაზეთ იზვესტიაში ასახავს ზოგად განცდას, რომ ამ კონფლიქტს დასასრული არ უჩანს. კვირაბის ბოლოს სიბნელია. პოლიტოლოგმა გაზეთს განუცხადა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა კიევის რეჟიმის ინტერესებში არ შედის. აი რატო? ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსეთის არმია წარმატებით წაიწევს წინ და სპეციალური სამხედრო ოპერაციის სამხედრო ამოცანები შესრულდება. რუსეთს სურს ფრონტის ხაზზე წარმატებები მოიპოვოს, რათა შეაჩეროს უკრაინული თავდასხმები, რომლებიც მოსკოვში ხდება. სინამდვილეში კი ისინი პოზიციებს კარგავენ. და ნება მომეცით, პუტინს ერთი რჩევა მიუწე. თუ უნდა რომ თავდასხმები შეწყდეს, უბრალოდ შეუძლია თავისი ჯარები გაიყვანოს. მაგრამ სამწუხაროდ პუტინისთვის ეს ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ ის უბრალოდ აგრძელებს რუსი მოქალაქეების მოკლას. ძალიან სასაცილოა, როგორ შეტრიალდა სიტუაცია. ამ ომის დასაწყისში რუსები უკრაინელებს დასცინოდნენ დრონებისა და რაკეტების დარტყმების შემდეგ. ეს დარტყმები კლავდა მშვიდობებიან მოსახლეობას და ამას რუსულ ტელეშოუებზე აჩვენებდნენ. შენ ხედავდით, როგორ ზეიმობდნენ ეს ეწოდებული ანალიტიკოსები. შეხედეთ. ეს კლიპი, რომელსაც ახლა ნახავთ, ძალიან მოკლეა, 10 წამის, მაგრამ ის 2022 წლის დეკემბრიდანაა. ეს ომის პირველი წელია, როცა უკრაინას არ ჰქონდა შესაძლებლობა საპასუხო დარტყმისთვის. შეხედეთ, როგორ ზეიმობენ ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლას. მოусმინეთ. ეხლა იმავე გადაცემაში, იმავე ფონზე, თითქმის ყველა იგივე ანალიტიკოსი საუბრობს თუ როგორ ეშინიათ მათ. როგორ ეშინიათ მათ შვილებს. ნიშნულოვანია აღვნიშნოთ, სანამ ამ ჩანაწერს ნახავთ, რომ უკრაინელი ბავშვები ამ გზნობას ომის დაწყების დღიდან განიცდიან. და რუსეთი უცებ შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლეობით და ბავშვებით, რომლებსაც დრონების ეშინიათ, რადგან უკრაინა პასუხობს. გონია რომ რუსეთს არ ესმის, რას ნიშნავს ომი სინამდვილეში. ისინი ნამდვილად მხოლოდ მაშინ უნდათ ომი, როცა მეორე მხარე არ პასუხობს. მოусმინეთ ამ ჩანაწერს იმავე გადაცემიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ნახეთ. დრონები დაფრინავენ. ეს უსიამოვნოა. შემაშინებელია. ჩემი შვილები უკვე რამდენიმე თვეა დერეფანში ზინავთ. დერეფანში და ასევე გარდერობში. დიახ, მართლა ასეა. მე-9 მაისს ჩემი პატარა 6 წლის გოგონა უკვე ყველაფერს იცის ომის შესახებ, ჩვენი გმირობის შესახებ, მაგრამ დეტალები არ იცის, რადგან ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, რომ ყველაფერი მოუყვე. მან წმინდა გიორგის ლენტი მიიმაგრა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თავის საყვარელ თოჯინაზეც, სწორედ აქ, გულზე და მკითხა: დედა, ვიცი რომ ომი ფაშისტებზე მოვიგეთ, მაგრამ ვინ არიან ფაშისტები? ფაშისტები ისინი არიან, ვინც ჩვენთან დრონებს აგზავნის. ვუთხარი, ხო შვილო, ოჩახ, რა ჭკვიანი ხარ, ზუსტად სწორად მივხვდი. სწორად ასეა ვუთხარი, ხო შვილო. ეხლა კრემლის ტელევიზია ერთადერთი არ არის, ვინც პანიკაშია. ასევე ყავს რუსი ხალხი, რუსეთის მოქალაქეები, მოსკოვის მცხოვრებლები, რომლებიც ასევე პანიკაში არიან. აქ მინდა ერთი შენიშვნა დავამატო. რუსეთიდან გამოკითხვებს ვერ ვენდობით. დარწმუნებული ვარ, ამ გამოკითხვის შედეგების შექმნისას ბევრი ჯადოსნური დათვლა ხდება, რადგან პუტინი ყოველთვის პოპულარულია. ამიტომ ამის გათვალისწინებით ნიშნულოვანია ეხლა შევხედოთ გამოკითხვებს, რადგან მთელი ეს ჯადოსნური ბუღალტერიის მიუხედავად, ხალხი რუსეთში საერთოდ არ არის მაყოფილი. შეხედეთ ამ დიაგრამას. ეს აჩვენებს რა პროცენტია რუსეთში უკმაყოფილო და რა პროცენტია კმაყოფილი. მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა რუსეთის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდიდა, ხალხი შედარებით კმაყოფილი იყო. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ისინი რეალურად ვერ იგებენ რა ხდება და ვის ეკისრება ბრალი. მათ არ იციან, რომ ყველა პრობლემას პუტინი იწვევს. ამიტომ ომის დროს ისინი მხარს უჭერენ მთავრობას. მაგრამ ეხლა როცა დრონები მოსკოვში შედიან ელიტარულ უბნებში, სადაც რუსეთის ელიტა ცხოვრობს, ეხლა უკვე ეს ყალბი გამოკითხვაც კი აჩვენებს, რომ რუსეთში უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანია, ვიდრე კმაყოფილი. და ეს კარგი ამბავი არ არის. სინამდვილეში შეხედეთ კიდევ ერთ ანგარიშს. ამ ომში პირველად უკრაინული დარტყმები რუსებს ფრონტზე მეტად აწუხებთ. მათ უფრო მეტად აშფოთებთ დრონები, რომლებიც მათ ქალაქში დაფრინავენ, ვიდრე ის მსხვერპლი, რომელსაც რუსეთი ფრონტზე განიცდის. ეს არის რაღაც, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. და გამოიცანით რა. ეს არ არის აიმე დამალული მონაცემები. ეს ფარული გამოკითხვა არ არის. ამ გამოკითხვას აშუქებდნენ რუსეთის ყველაზე დიდ ტელეარხებზე, როგორიცაა პირველი არხი, როსია 1 და შემდეგ NTV. ნიშნულოვანი განმარტება კიდევ ერთხელ. მათ ამაზე დაახლოებით 1 წუთი ილაპარაკეს, რადგან არ სურთ ცუდი ამბების გავრცელება. ამიტომ სწრაფად გააშუქეს ეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამაზე საუბრობენ, გაჩვენებთ, რამდენად დამძიმდა სიტუაცია.
ესენი ოფიციალური სახელმწიფო მედია არხებია და ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ვერ ართმევს სახელმწიფო თავს. როცა სოციალურ ქსელებში გადავდივართ, სიტუაცია 10 ჯერ უფრო მძიმეა. ყოველი მეორე ვიდეოში ვიღაც ჩივის მოსკოვში სირენებზე ან თავზემფრენ დრონებზე. ნახეთ ეს მაგალითი. საერთოდ ეს სრული კატასტროფაა ყველა მხრიდან. აი ასია. სირენებმა ახლა დაიწყეს კვირილი. სახლიდან გავარდი, სრაფად ავიღე ჩანთა. და ძაღლიც თან წავიყვანე. გონი პანიკა მეწყება. სინამდვილეში ვცახცახებ. უბრალოდ, უკვე ენაც კი მებმის. მართლა არ ვიცი რა გავაკეთო. ეხლა ელენა ვასილიონასთან მივდივარ. იქ მაინც მეორე სართულზეა, იმიტომ რომ აქ მაღალ კორპუსში ვართ და ყველაფერი ღია. მართლა ძალიან მეშინია, ძალიან ხმაურია. მუდმივი ღრიალია. ღმერთო ჩემო, მართლა არ მგონია, ოდესმე ასე შემშინებოდა ჩემს ხოვრებაში. ეხლა პირდაპირ მთელ სხეულში ვცახცახებ. სინამდვილეში ჩემი ძაღლი გამაღვიძა და უცებეს ყველაფერი დაიწყო. უბრალოდ დავიწყე ამ ხმამაღალი აფეთქებების მოსმენა და მანქანის სირენები, ეხლა მეორე მხარესაც ჩართეს სირენები. ღმერთო ჩემო, ეს მართლა ძალიან შემზარავია. ეს უბრალოდ საშინელებაა. და არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემებია. ხალხს ეშინია დრონების და სირენების, რომლებიც დრონების მოსვლის ისასირთვება. მაგრამ ნამდვილი პრობლემა, ფიზიკური პრობლემა არის ის, რასაც ეს დრონები რეალურად ურტყამენ. და ამ დრონების უმეტესობა სწორედ ამას ესხმის თავს. სამხედრო ინფრასტრუქტურასა და რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ინდუსტრიას, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას. სინამდვილეში სწორედ გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული დოკუმენტების მიხედვით რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი სიმძლავრე ბოლო რამდენიმე თვეში 10%-ით შემცირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხლა რუსული ნავთობ კომპანიები იძულებულნი არიან ჭაბურღილები დახურონ. ყველას, ვინც ჩვენს ირანის ომის გაშუქებას ადევნებს თვალს, თქვენ იცით, რამდენად ძიმეა სიტუაცია. როდესაც ნავთობის ჭაბურღილები იკეტება, ჩვეულებრივ კარგავთ იმ ნავთობის გარკვეულ პროცენტს, რომელსაც სხვაგვარად მიიღებდით. და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საერთოდ ვეღარ ჩართოთ ნავთობის მოპოვება. ეხლა რუსული ინფრასტრუქტურა იმდენად ცუდ მდგომარეობაში არ არის, რომ ისინი მთლიანად დაკარგავენ ნავთობის ჭაბურღილს, მაგრამ ისინი კარგავენ ნავთობის სიმძლავრის გარკვეულ პროცენტს, რომელიც გაჩერების გარეშე ექნებოდა. ასე რომ ეს რუსულ ეკონომიკას გრძელვადიან ზიანს ატენებს. მოусმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ამ განცხადებას. დღეს ადრე მივიღეთ ამ უმცურავი სადაზვერვო ანგარიში, იმ ეკონომიკურ ზარალზე, რომელსაც რუსეთი ჩვენი სანქციების გამო განიცდის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში მათ შიდა ნავთობის გადამუშავება 10%-ით შემცირდა. გარდა ამისა, რუსულ ნავთობ კომპანიებს ახლა იძულებული არიან დახურონ საკუთარი მომპოვებელი ჭაბურღილები. ეს თავისთავად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რუსეთის ნავთობის წარმოების მართვის ძირითადი ბუნება ისეთია, რომ სწორედ ასეთი შედეგი მათთვის ყველაზე არასასიამოვნოა. გარდა უშუალო ფინანსური დანაკარგისა, რუსული ნავთობის ჭაბურღილების ხელახლა ამუშავების პროცესი ბევრად მეტ ძალისხმევასა და ტექნიკურ სამუშაოს მოითხოვს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც მცირე საბაზრო მერყეობების გამო მარტივად შეუძლიათ გაჩერება და ხელახლა ამუშავება. თუმცა რუსეთს უბრალოდ არ შეუძლია ამის დარშვება, რადგან ასეთი მასშტაბის წარმოების დაკარგვა ნამდვილად მტკივნეული და რთული პერსპექტივაა. ამ პრობლემებმა რუსეთი ფაქტობრივად ფინანსური რესურსების ამოწურვამდე მიიყვანა. ბოლო რამდენიმე თვეა, ან შესაძლოა უკვე წელიწადზე მეტია, სახელმწიფო ბიუჯეტი უზარმაზარ დეფიციტშია. რა თქმა უნდა, ზუსტი რიცხვები არ გვაქვს, რადგან რთულია რუსეთიდან წამოსული მონაცემების ნდობა, თუ ისინი სხვა ქვეყნის მიერ არ არის გადამოწმებული, რაც თავის მხრივ თითქმის შეუძლებელია, რადგან რუსეთი არ აზიარებს არანაირ მონაცემებს. ასე რომ რეალურად სრულყოფილად ვერ შეაფასებს სიტუაციას. მაგრამ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ხელმისაწვდომია და რასაც შეიძლება ენდო, ნათელია რომ მდგომარეობა მძიმეა. მოусმინეთ ამ განცხადებას ზელენსკისგან. რაც შეეხება რუსეთის საერთო სახელმწიფო შემოსავალს, ჩვენი ყოვლის მომცველი ზეწოლის შედეგად ყველა დონეზე მხოლოდ წლის 5 თვეში მათი დეფიციტი უკვე მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რასაც მთელი წლისთვის გეგმავდნენ. პუტინმა რა თქმა უნდა ომისთვის ფული გადადო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი უსასრულოდ საბრძოლველად. ყოველი საპასუხო დარტყმა, რომელსაც ვაყენებთ, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვდგამთ, ყოველი ზეწოლის ნაბიჯი, ეს ყველაფერი რუსეთს უბიძგებს, რომ დაასრულოს თავისი ომი. ამჟამად მათი რეგიონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაკოტრების მდგომარეობაშია და პუტინი რუსეთს გაკოტრებისკენ მიიყვანს. და ყველა ის სხვადასხვა სქემა, რომელსაც ისინი ფულის საშუალებლად იგონებენ, უბრალოდ ვერ დაეხმარებათ. ჩვენ ვხედავთ ამ რუსულ სქემებს, აქტიურად ვაკვირდებით მათ და აუცილებლად დავანგრევთ. აი რატომ იდის პუტინი ჩინეთში. მას სურს ეხვეწოს სი ძინპინს, რომ ჩართოს ან დააფინანსოს სიბირის ძალა 2 მილსადენ. მოსკოვი თითქმის 10 წლეულია ცდილობს პეკინს ეს პროექტი მიყიდოს, მაგრამ ამ ურთიერთობაში ოპაში ჩინეთი უფროსი ძმა და ისინი განაგრძობენ პირობების კარნახს. ისინი არ სურთ რუსეთს მისცენ ის, რაც რუსეთს უნდა. თუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უფრო დამოუკიდებელი გახდება. და ეხლა პუტინი სასოწარკვეთილია.
ასე რომ ზუსტად არ ვიცით, რას შესთავაზებს ის ჩინეთს ამ გადარჩენის სანაცვლოდ. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ეს შეხვედრა ასე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პუტინი აჩქარებს ამ შეხვედრას მაშინვე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთიდან წავიდა. ეს არ იყო ის, რაც რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი, როგორც აშშ ჩინეთის სამიტი. ეს იყო ის, რაც პუტინმა მაშინვე დაგეგმა ტრამპის წასვლის შემდეგ, რადგან მას სურს გაიგოს, რაზე ისაუბრა ჩინეთმა. არის თუ არა ჩინეთი ისევ რუსეთის მოკავშირე, თუ ჩინეთი მშვიდობისკენ მოუწოდებს. რადგან ჩინეთის გარეშე რუსეთის ეკონომიკა უფრო მძიმედ დაინგრევა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. და მგონი თქვენ იცით, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ასე რომ რუსეთისა და პუტინისთვის ეს კარგი გარიგება არ იქნება.